საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს ნინოობა არის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ნინოებს მინდა მოგილოცოთ. დღევანდელი დღე წმინდა ნინოს მადლი და ძალა პარავდეს ჩვენ ერს, ჩვენ ქვეყანას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და დაბრუნებულიყავით იმ გზაზე, რაც თავის დროზე წმინდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში შემოიტანა. დღეს მოკლედ მინდა გესაუბროთ ერთ თემაზე, რომელზეც გუშინ მინდოდა საუბარი, მაგრამ საქართველოს ჭურაობა, სკანდალები უფრო მნიშვნელოვანი არის და ბაშაშვილის ჩამოყვანას თუ დაჭერას თუ რა ვიცი რა ქვია ამ სპეცოპერაციას მიუძღვენით გუშინდელი ლაივი და ვთქვი რომ დაგელაპარაკებოდით დღევანდელ დღეს ძალიან საინტერესო ამბები არის ეს უკვე სოფლიო პოლიტიკის დონეზე არის რაც ეხება საბჭოთა კავშირის აღდგენას. მოკლედ დიდად არ მოგაძულებთ თავს ფეხბურთია დღეს ისედაც სოფლიო ჩემპიონატის ფინალი არის და სოფლიო ჩემპიონატის რაღა ევროპის ლიგის ფინალი არის და ჩვენი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, მინდა უსურვო წარმატება, გამარჯვება და ყველა ქართველი გულშემატკივრობთ თუ არა ქართველი ხვიჩას თამაშს და იმედია ყველაფერი კარგად იქნება, უსურვოთ წარმატებები ამბიც და გაგვახაროს ფრანგებთან ერთად ჩვენც ქართველი. ამას ვისურვებდი ნამდვილად. დაწეროს ისტორია საფრანგეთისთვის და საქართველოსთვისაც. ახლა რაც შეეხება აი ამ საკითხს, ხო, კიდე დღეს ბავშვთა დაცვის დღე არის. ბევრმა მოიყარა ერთად და ვისურვებდი რომ ჩვენ მომავალს პატარებს დაცული გარემო და დაცული საქართველო ქონოდეს, რაც დღეს არ გააჩნია. და ბავშვობა ქონოდეთ საქართველოში, რომელიც წარქმეული აქვს. კარგი, გადავიდეთ ახლა თემებზე, რომელი თემაც ეხება აი ამ საკითხს. პერიოდულად ეს საკითხი უსირებდა საზოგადოებაში 90-იან წლებშიც თვითონ რუსეთშიც იყო ამაზე საუბარი, რომ საბჭოთა კავშირი როგორც ასეთი იურიდიული თვალსაზრისით დაშლილი არ არის, ანუ დე იურეთ არსებობს, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლა იმ ფორმით, როგორი ფორმითაც მოხდა, ეს იყო არასწორი, არაკონსტიტუციური, რითაც არსებობდა ის ქვეყანა, ის სისტემა, რითაც იმართებოდა და არასწორია ეგ ყველაფერი, ამიტომ იურიდიულად და ლეგალურად და კანონმდებლობით საბჭოთა კავშირი არსებობს. პერიოდულად ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით რუსეთში აცხადებდა ამ ყველაფერს, შემდეგ პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა ეს უზარმაზარი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო მე-20 საუკუნის და საქმე იმაში არის, რომ იმ ფორმით მაინც ვერ აღდგება, რომ აღდგეს, მაგრამ ნახოთ ახალი ფორმები და ამაზე იყო საუბარი, მიმდინარეობდა და რატომღაც აი გუშინ წინ, ასე რომ ვთქვათ, 2-3 დღის წინ იყო ეს ამბავი, უკვე პუტინის მრჩეველმა, კაბიკოვმა, ესეთი გვარის არის, ეს არ არის ვიღაცა ვიგინდარა დეპუტატები, ჟირინოვსკის მსგავსი, რომლებიც რუპორები იყვნენ კრემლის, ან სხვა რომელიმე რიგითი დუმის დეპუტატი, ეს არის უშუალოდ პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელმაც ფორუმის შემდეგ გააჟღერა, დისკუსიის შემდეგ გააჟღერა ასეთი მოსაზრება, რომ ამ ფორუმზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ქვია საბჭოთა კავშირის დე იურეთ, იურიდიულად არსებული საკითხი და თუ კი ჩვენ ამ ყველაფერს ჩავთვლით, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად დღემდე არ არის დაშლილი, მაშინ გამოდის, რომ უკრაინის კონფლიქტი ეს არის საბჭოთა კავშირის შიდა კონფლიქტი და ამიტომ შიდა კონფლიქტს ჩვენ თვითონ უნდა მოუაროთ ისე, როგორც ქვეყნის შიგნით ხდებოდა კონფლიქტების მოვლა.
ამ ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. არის ახლაც მიმდინარეობს თვითონ რუსეთშიც, სხვაგანაც, მაგრამ რატომ ამ საინტერესო არის რა იცით, ეს რო ეთქვათ მაგალითად ერთი 10 წლის წინ, 15 წლის წინ და ასე შემდეგ ამხელა ხმაურს და ამხელა ყურადღებას არ გამოიწვევდა, მაგრამ აი ახლა ამ დროსა და ამ სივრცეში გაჟღერებული თვითონ ეს განცხადება ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე კრემლი ღიად არ ფარავს თავის გეგმას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე კონტროლი აღადგინოს. საამისოდ დე იურე ხარეს იყენებს, რომ საბჭოთა კავშირი არ არის დაშლილი. ახლა ამ საკითხზე მიმდინარეობს ბევრი კამათი. ერთი საკითხი არის პოლიტიკური საკითხი, რომ პოლიტიკურად აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, აღარ არსებობს ის წყობა, აღარ არსებობს ის სისტემა და პოლიტიკურ რუკაზე არ არსებობს საბჭოთა კავშირი როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, იურიდიული მხარე, რომელიც იურიდიული მხრიდან გამომდინარეც რამდენად შესაძლებელი არის არსებობს თუ არა საბჭოთა კავშირი დღესდღეობით. არიან უამრავი ადამიანები რუსეთში და არა მარტო რუსეთში, რომლებიც თავს თვლიან საბჭოთა კავშირის მოქალაქეებად, იქ რაღაც გაერთიანებებიც იყო, რომ თავისი ეს კონდა ჩექმნილი, CKKPSS-ი, მე ეს ხალხი დაიჭირეს, ზოგი ასე ზოგი, მოკლედ ეს საგიჟეთი. საინტერესო არის ის ამბავიც, რომ მსოფლიო რუკაზე არსებობს არ აღიარებული რესპუბლიკა, დნესტრისპირეთის რესპუბლიკა, რომელიც დნესტრისპირეთის რესპუბლიკაშიც დღემდე იურიდიულად საბჭოთა კავშირი არ არის დაშლილი. და თავს აცხადებენ საბჭოთა კავშირი. და რატო? იმიტომ რომ რეფერენდუმზე, რომელი რეფერენდუმიც იყო გამოცხადებული ამ სეპარატისტულ რეგიონში, მათ განაცხადეს, რომ ისინი არ გადიან საბჭოთა კავშირიდან და რჩებიან საბჭოთა კავშირში. ახლა აქ ჩემი აზრი რა არის, სხვისი აზრი რა არის, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამას აქ ერთადერთი მნიშვნელობა ამ ყველაფერს აქვს ძირეულად ის, რომ ფაქტია რუსეთი არ მალავს თავის გეგმას და ამას აჟღერებს უმაღლეს დონეზე. მიუდგეთ ახლა ამ საკითხს ანუ იურიდიული თვალსაზრისით არის თუ არა საბჭოთა კავშირი დაშლილი. იმ ფორმით როგორც მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლა, ანუ სამი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის და გამოაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილი არის, ეს ნამდვილად არ იყო ის ფორმა, რომელი ფორმითაც ეს სახელმწიფო უნდა დაშლილიყო. რადგან იყო 15 მოკავშირე რესპუბლიკა და ყველას ჰქონდა თავისი ხმა. საინტერესო არის სხვა რამე. სანამდე დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 15 რესპუბლიკაში ჩატარდა რეფერენდუმი. საქართველოშიც მათ შორის ეს იყო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელიც არის ზუსტად გამსახურდიას ეროვნული მოძრაობის ყველაზე დიდი გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ჩატარდა აბსოლუტურად ყველაფერი კანონიერად საქართველოში და იქნა შესაბამისი შედეგი მიღებული. საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა, არაქართველმა, ოსმა, აფხაზმა, რუსმა, აზერბაიჯანელმა, სომეხმა საერთო ჯამში 98%-მა თუ არ ვცდები, 98%-მა გამოაცხადა, რომ საქართველო გამოდიოდა საბჭოთა კავშირიდან. მათ შორის ამ რეფერენდუმში მონაწილეობდნენ აფხაზები და ოსებიც. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდა ეს რეფერენდუმი. რეფერენდუმი გაიმართა აბსოლუტურად საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში. 15 მოკავშირე რესპუბლიკიდან 5 რესპუბლიკამ, საქართველომ, ბალტიისპირეთმა, ანუ ლიტვა, ლატვია, ესტონეთმა და სომხეთმა მიიღეს ასეთი შედეგები, რომ ამ ქვეყნების მაცხოვრებლები
რეფერენდუმზე აფიქსირებდნენ აზრს კანონის მიხედვით, რომ ისინი გადიოდნენ საბჭოთა კავშირიდან და არ სურდათ საბჭოთა კავშირში დარჩენა. ეს იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ეს 1936 წლის და შემდეგ 78 წლის კონსტიტუცია. დანარჩენმა 10 ქვეყანამ დააკვირდით ამას ძალიან კარგად. დანარჩენმა 10 ქვეყანამ, მათ შორის ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა, გამოაცხადა, რომ მას არ უნდა საბჭოთა კავშირიდან გასვლა და ის რჩება საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ასევე გამოაცხადა უკრაინამ, ასევე გამოაცხადა ბელორუსიამ, ასევე გამოაცხადა, რა თქმა უნდა, თვითონ რუსეთმა, ყაზახეთმა, ყველა დანარჩენმა, ყირგიზეთმა, თურქმენეთმა, შუა აზიის ყველა რესპუბლიკამ, მხოლოდ და მხოლოდ 5 რესპუბლიკამ, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირში, რეფერენდუმზე გამოაცხადა გასვლა და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს ქვეყნები იყო საქართველო, სომხეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. დანარჩენი ყველა რჩებოდა საბჭოთა კავშირში. მიუხედავად, ბარეული დებილი რო გამორბის და იძახის იმას, რომ ეროვნული მოძრაობა რომ ყვიროდა, რომ გამოსვლა უნდა და საბჭოთა კავშირიდან, საბჭოთა კავშირი მაინც იშლებოდა და ჩვენ საბჭოთა კავშირში როგორ ამოვიღეთ ხმა და რაღაც. ბიჭო, ჩუმად უნდა ყოფილიყავით, პირიქით გვეძახა. ამ რეგვენ ხალხს მინდა ერთი რაღაცა უთხრა. 10 რესპუბლიკამ და ეს 10 რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის იყო ყველაზე დიდი, ძლიერი და მდიდარი რესპუბლიკები. ვიდრე სომხეთი, საქართველო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ესენი იყვნენ უღატაკი არა, დიდრები ვიყავით, ქართველები მით უმეტეს, მაგრამ ამათ ფონზე, ახლა უკრაინის ფონზე, ყაზახეთის ფონზე, აზერბაიჯანის ფონზე და ამათ ფონზე ამ რესპუბლიკებს რას უნდა შეადარო? მათი სიმდიდრე და ამათი სიმდიდრე. 10 რესპუბლიკამ გამოაცხადა მაშინ, რომ ისინი რჩებოდნენ საბჭოთა კავშირში და ეს არის იურიდიული დოკუმენტი. ისტორიული იურიდიული დოკუმენტი. ამის საპირწონედ შეიკრიბა 3 ბელავესკი პუშას რო ეძახიან იქ, შეიკრიბა 3 სლავიანური ქვეყნის პირველი პირები, ელცინი, შუშკევიჩი, კრავჩუკი, მოაწერეს ხელი, რომ არ არსებობს საბჭოთა კავშირი და თავად გააუქმეს ის, რასაც ითხოვდა 10 მოკავშირე რესპუბლიკა. მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ კარგი, წავიდეს ეს 5 ქვეყანა, რომელიც რუკაზე არც ჩანს ჩვენთან შედარებით, იყვნენ თავისთვის, ნახოთ ერთი რა ქვეყნებს ააშენებენ და როგორი დამოუკიდებლები იქნებიან, მაგრამ 10 ქვეყანა ვრჩებით და ვინახავთ საბჭოთა კავშირს. ამის მაგივრად ადგენდა თავადვე გააუქმეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ კანონმდებლობით, რა კანონმდებლობითაც არსებობდა ის ქვეყანა, იმ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მოახდინეს საბჭოთა კავშირის გაუქმებულად გამოცხადება. დღევანდელი რუსეთი იშველიებს ამ დოკუმენტს, იურიდიულ დოკუმენტს, ოსებს და აფხაზებს არ უნდათ SSR-დან გასვლა. კაი, კაცო, მაშინ რა ქვია, რეფერენდუმში რატომ მიიღეს მონაწილეობა და რატომ იცეს ხმა? გადახედე 91 წლის რეფერენდუმის შედეგები და მიხვდები. ოსებსაც და აფხაზებსაც ხელი აქვთ მოწერილი აბსოლუტურ უმრავლესობას საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ. ეს ლეგენდა მერე შექმნეს სეპარატისტებმა, იქეთ რა ქვია, არძიმბამ და იქეთ კიდე მეორე დებილმა, რა ვიცი, ვინც იყო ამ ყველაფრის და მოსკოვის ასე დაქნეულზე დაიწყეს ეს ყველაფერი თუ არა. თავიდან ბოლომდე აფხაზეთში, სადაც 17% იყო მოსახლეობა თვითონ ეთნიკურად აფხაზი, ყველას ჰქონდა აბსოლუტურად მონაწილეობა მიღებული და აბსოლუტურად ყველა, მაჩვენ ერთი დოკუმენტი. არ უნდათ გასვლა, იმიტომ რომ ასე იძახით თქვენ და ისტორიული დოკუმენტი სხვა რაღაცას ამბობს. ისტორიული დოკუმენტი ამბობს სულ სხვა რაღაცას. ისევე ოსებმაც. ეს იყო საქართველოს მოსახლეობის 98% ზუსტად თუ არ მახსოვს, შეიძლება ვწდებოდი, მაგრამ 90%-ზე მეტი რო იყო ბევრად რა არ უნდა ამას ლაპარაკი. 95 იყო შეიძლება. ზუსტად არ ვიცი. აღარ მახსოვს უბრალოდ.
ამიტომ ახლა რომ გამოხვალთ ვიღაცა ეს რა ქვია იმის რა ქვია KGB-ს ლაბორატორიაში გამოზრდილი აზროვნებით, რომლებსაც ვითომ არ გახსოვთ ეს ყველაფერი, თუ არ უნდათ ოსებს და აფხაზებს გასვლა, მაშინ უნდა დაეფიქსირებიათ იქ რეფერენდუმზე, რომ ისინი წინააღმდეგი იყვნენ გასვლის შესახებ. გაიგე? და არა ახლა. 34 წლის მერე რო იძახით, რომ ოსებს და აფხაზებს არ უნდა გასვლა. ეგ არა, რეფერენდუმის შედეგები 21 საუკუნეა, როგორც ვიდეო მტკიცებულებები ამის, ისევე დოკუმენტალური მტკიცებულები. ამიტომ ტრაკის თამაშს დაანებეთ თავი. ეს თქვენი ხელითაა დადასტურებული, თქვენ თვითონა გაქვთ ხელი მოწერილი, ეს ბლეფი ხო იმაში მოყევით. მოსკოვსკი პასიოლაკში იქ და იმაში, რა ქვია, კიდო დრანდაში რო დაждდებით სალაპარაკოთ, ერთმანეთში საჭორაოდ. ისტორიული დოკუმენტი ამბობს სხვა რაღაცას. და ეს დოკუმენტი, სადაც ოსებმა და აფხაზებმა, ქართველებთან, რუსებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან ერთად ხელი მოაწერეს და წაიკითხეთ რეფერენდუმის შედეგები. ახლა იძახეთ, რომ ჩვენ არ მიგვიცია ხმა, არა ბიჭო ეს ჩემი დიდი ბაბუა მივიდა იმაზე, თქვენს მაგივრად და მიცა ხმა ამას რეფერენდუმს. ეს იყო ასე. და ამის მტკიცებულება არის. დანარჩენმა 10-მა რესპუბლიკამ მოინდომა დარჩენა საბჭოთა კავშირში. რუსები ზუსტად აი ამ განსაკუთრებულად აი ამ 10 რესპუბლიკას, ამ ყველაზე მდიდარ 10 რესპუბლიკას, თუ კი გადაწყვეტენ, რომ დაიწყონ აღდგენა საბჭოთა კავშირის, წაუყენებენ მათ მოთხოვნებს. ხალხმა თავის დროზე ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირში დარჩენას, ამიტომ საბჭოთა კავშირი არსად არ გამქრალა. აი სიმფსონების რეკლამა მაინც ხო გაქვთ ნანახი. გადმოატრიალებენ რუსიას და დააწერენ SSSR-ს და მოითხოვენ აბსოლუტურად ყველანაირი ლეგიტიმური უფლებით, იმიტომ არ ქონდათ იმ სამს იმის უფლება, რომ საბჭოთა კავშირი გაუქმებულად გამოეცხადებიათ, მათ უნდა გამოეცხადებიათ, რომ 10 მოკავშირე რესპუბლიკა რჩება 15 მოკავშირე რესპუბლიკიდან და ვაგრძელებთ ცხოვრებას. იმიტომ რომ ეს არის ხალხის ნება და ეს იყო იმ ხალხის ნება. მათ შორის აზერბაიჯანში მე მგონი 77% ითხოვდა დარჩენას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. დღეს კი დამოუკიდებელია და თავისუფალია, მაგრამ აი გადახედეთ შედეგებს. მოიძებნეთ ინტერნეტში, ვიკიპედიაში, GPT chat-ში, Google-ში ნახეთ თუ არ იყო ეს ასე. აქედან გამომდინარე რუსებს აქვთ ხელთ ძალიან მყარი არგუმენტი, რომელი მყარი არგუმენტითაც სხვათა შორის ეს ბელავერსკი პუშას შეთანხმება, რომელიც იყო დადებული რუსეთის პარლამენტმა ეს გააუქმა, რო იცოდეთ ისე, იურიდიული თვალსაზრისით ვლაპარაკო და გამოაცხადა უმოქმედოდ. გამოცხადებულია ეს კიდე კარგა ხანია, რო იცოდეთ. ამიტომ თუ კი რუსები გადატეხავენ უკრაინაში ამ ყველაფერს, ამ შემთხვევაში აი ამ შედეგებით დაიწყებენ საბჭოთა კავშირის აღდგენას. მაგრამ ახლა საინტერესო არის რა? საბჭოთა კავშირის აღდგენა იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო, ანუ კერძო საკუთრების გარეშე, ხალხს მთელი ქარხნები, ფაბრიკები და გეგმიური ეკონომიკა და ეგეთი რაღაცები არ იქნება. აქ იქნება ერთი ჩვეულებრივი რამე, ტერიტორიების შეკრება. და რაც შეეხება აი ამ კერძო საკუთრების დაშვებას, არ დაშვებას, პერესტროიკის პერიოდს, ამასთან პრობლემა არ არსებობს. ეს კონსტიტუციურ საკითხებს არ ეხება. კონსტიტუციურ საკითხებს ეხება ის სახელმწიფო იმ ფორმით, რომ არსებობდა, უნდა გააგრძელოს არსებობა იმან თუ არა. გეუბნებით კიდე ერთხელ, 10 რესპუბლიკას გამოცხადებული აქვს, რომ ისინი რჩებიან საბჭოთა კავშირში. რუსლან, მე არ ვიცი როგორი გეგმით აპირებენ აღდგენას, რა იქნება, როგორი იქნება, რანაირად იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსები ამ საქმეს სერიოზულად მოიკიდებიან და ისინი ამაზე ლაპარაკს არ დაიწყებდნენ, რომ მათ არ ქონდეთ
გარანტირებულად ხას უსვამ. გარანტირებულად იმის არგუმენტები, რომ ისინი უკრაინაში იგებენ ომს. ამიტომ წინ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების პერიოდი გვიდევს. რაც შეეხება იურიდიული თვალსაზრისით აცხონოს ღმერთმა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავასული და ეროვნული მოძრაობის წევრების სული აბსოლუტურად ყველაფერი არის კანონიერად გაკეთებული. აბსოლუტურად ყველაფერი არის კანონიერად გაკეთებული. საქართველოს გამოსულია საბჭოთა კავშირიდან ყველანაირი კანონის დაცვით, აბსოლუტურად ყველანაირი კანონის დაცვით და მათ შორის საქართველოს არ გამოუცხადებია საქართველოს თავი, რომ ის GSSR-ის საზღვრებში აპირებს აღდგენას, ის აცხადებს, რომ ის არის მემკვიდრე 1918-21 წლის რესპუბლიკის, ამიტომ საბჭოთა საქართველოსთან, რომელსაც ტერიტორიები ჩამოართვეს, ასექნეს, ისექნეს, არანაირი შეხება არ აქვს და ამ იურიდიულ საკითხს საქართველოსთან შეხება არ აქვს. მაგრამ ახლა ვინმეს მაგი აინტერესებს? აი მე კითხვას დავსვამ ელემენტარულად. საერთაშორისო სამართალი არის ძლიერთა სამართალი. ვინმე რამეს უზამს უკრაინაში გამარჯვებულ რუსეთს, რომ ამ გეგმაში შეეშალოს ხელი და ვინმე შეგეკითხება, შენ მართალი იყავი თუ მართალი არ იყავი თუ რა იყავი. არ ვიცი, ახლა კეთი ბრუნდებით სსრგ-ში თუ არ ბრუნდებით, ფაქტია ის, რომ რუსები ამ ყველაფერს ღიად ამბობენ. რომ უკრაინის კონფლიქტი საბჭოთა კავშირი არ არის დაშლილი და დე იურეთ, რასაც ქვია, ანუ იურიდიულ ენაზე, აქ ვინმეს არ ეგონოს, რომ პოლიტიკურ რეალობაზე ვლაპარაკობდი, ან პოლიტიკურ რუკაზე, დე იურე რას ნიშნავს იცით? აი დოკუმენტალურად საბჭოთა კავშირი რომ ყოფილიყო დაშლილი ბოლომდე იმ კანონიერი პროცედურებით, რა კანონიერი პროცედურებით იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში გაწერილი, ეს სხვა საკითხია. არ მომხდარა ეს ასე, ეს მოხდა სამი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელიც იყო უკანონო, რომელიც არის გაუქმებული. ამიტომ რუსეთი ისედაც აცხადებს თავს, რომ ის არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და ის მოითხოვს საბჭოთა კავშირის საზღვრებში იურიდიული საკითხით წესრიგის დამყარებას. აი მე რა ვშვებით? მე აი ძალიან მაინტერესებს მე რა შვებია. აი ეს განსაკუთრებით რუსოფობები, მე განსაკუთრებით ეს შიგევროპელები. მე რა სიზამენ იცით? ეს ხალხი ვინც დღეს არიან პირწავარდნილი შიგევროპელები, ეს დღე რო დადგეს, პირველი რუსეთუმეები გახდებიან. აბსოლუტურად ყველა გახდება ჩვეულებრივი კამსამოლკა. აბსოლუტურად ყველა გაიხსენებს მათი წინაპრების ბოლშევიკურ დამსახურებას. კი ბატონო. მათ შორის დავით უსუფაშვილი, რომელსაც პასპორტი იმის კომუნისტური პარტიის 89 წლის მერე კიდე ედო ჯიბეში და აგრძელებდა. ხო. და ეს ხალხი, ვისაც თქვენ ხედავთ, აი მოღალატეებს, ამ მეხუთე კოლონას, რომლებიც ქუჩაში დარბიან და წივიან და კიდე აბსოლუტურად ყველა გახდებიან ბოლშევიკები. ისედაც არიან ტროცკისტები არიან, ოღონდ ბოლშევიკების ტროცკისტული მიმართულების ხალხი არიან თავიდან ბოლომდე, მაგრამ აი მე ნახეთ როგორ დაიწყება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და ბოლშევიკური წარსულით სიამოვნებით. ყველაფერი არის დამოკიდებული ერთ რამეზე. ეს არის უკრაინის ომი. თუკი უკრაინის ომში და დიდი ალბათობით რუსეთი ამ ყველაფერსში გარდატეხა აქვს შეტანილი და მის და სასიკეთოდ და საინტერესოდ მიყავს, აი ამ შემთხვევაში დადგება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის საკითხი. მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების საკითხი. ბალტიისპირეთის საკითხი, რომელი საკითხიც ბევრს გორიან, რომ ნატოში და ევროკავშირში არის.
ბადრი ხვედელიანი, შენ რა გიხარიო, ჯერ რას მატყობ, რომ ბედნიერი სახე მაქვს. რას მატყობ, რომ ბედნიერი სახე მაქვს. ე დებილო. ამ ხნის კაცი, ამ ხელა დებილი. რას მატყობ. საბჭოთა კავშირს ებრძოდა თავის დროზე ჩემი დიდი ბაბუა და 1918-21 წლებში და მამა ჩემი დისიდენტი იყო, მაგისტრის იყო გაჭერილი და მაგისტრის გაუბედურდა ჩვენი ოჯახი. ეხლა რომ ისინი ხართ, რა ქვია, ბოლშევიკების ტრაკიდან გამომძვრალი ევროკავშირელები რო არიან. უსუფაშვილის ნაირები და იმის ხიდაშელის რა ქვია იმას ხოშტერიას ნაირები და ისინი იმ დროს რომ ცეკას პირველი მდივნები და მეორე მდივნობას უმიზნებდნენ და ახლა რომ დემოკრატები გახდნენ. ასე არ ყოფილა ჩემი ოჯახი. პირიქით. გამოსავალი ჩემოძვა, გამოსავალს რაში უნდა ხედავდე? რაში უნდა ხედავდე გამოსავალს? ანუ გამოსავალი რაში უნდა იყოს? ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ საბჭოთა კავშირმა აღდგენა რომ დაიწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თუ არაოკუპირებული ტერიტორიებთან რუსები ჯარს რომ მოაყენებენ და კითხვას დაგისვამენ, ბიჭებო, კიდე გინდათ ნატოში და ევროკავშირში თუ საბჭოთა კავშირში შემოდიხართ? რას გააკეთებს ის ჩახდილი გირჩელებს, ჩაიხდიან და იმით მოიგერიებენ რუსებს? თუ იმას რა ქვია ძაღლის და კატის ისინი რო აქვს ჩამოკიდებული და ნემ რო იძახიან, თუ ის ფსლიგიანი ქალი რო დარბის, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ესენი დაიცავენ ქვეყანას? თუ ვინ დაიცავს? ვინ დაიცავს? ერთი მეორის მიყოლებით რიგი დადგება სარფის საბაჟოზე. რომ რამენაირად გაასწრონ ქვეყნიდან, ან და იმ წუთში გადაიცვევენ იმას, რა ქვია, წითელ ფორმებს და ამოიღებენ იმის, რა ქვია, ლენინის და სტალინის და იმას სურათებს და დაიწყებენ ქუჩაში სირბილს. მე არ ვიცი, ჯერ მაგამდე არ მისულა საქმე, გამოსავალი ყოველთვის არის ერთ რაღაცაში. გონივრული პოლიტიკის გატარებაში არის, თუმცა რაც არ უნდა გონივრული პოლიტიკა გაატარო, თუ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩვენი ქვეყანა თავისი წილი აქვს შესატანი, ამას არავინ არ შეეკითხება. და მათ შორის 1918-21 წლებში სხვანაირად შეიძლებოდა პოლიტიკის წაყვანა, რომ ქვეყანა არ დაზარალებულიყო, ტაუკლარჯეთით ჩვენი ყოფილიყო, ისიც, მაგრამ აი სალომეს წინაპრებს და იმათ მოთხოვეთ პასუხი. სულ აძაღლებულ ჟორდანიას და იმათ, ვინც ეს ქვეყანა დააქცეს და მის მერე რას მოყვა, მათ იდეურ გაგრძელებას. გიორგი ლომაშვილი 1991 წლის 18 მარტის საბჭოთა რეფერენდუმი საქართველოში არ ჩატარებულა. ეხლა მასტერებ ჩემოძმაო თუ რას მეუბნები ახლა აი მასტერებ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი აბა რა იყო? უჭერთ მხარს საბჭოთა კავშირში დარჩენას თუ უჭერთ მხარს საბჭოთა კავშირიდან გასვლას, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების რესპუბლიკის საფუძველზე. აბა რა იყო ახლა ნუ გამომაშტერებ თუ ჩემი ძმა ხარ რა. ახლა იქნება ის სულელეც მითხრა, რომ ეს ოსები და აფხაზები რო იძახიან, ჩვენთვის ცალკე რეფერენდუმი არ ჩატარებულაო. არ ითვალისწინებდა მაგას საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია. არ ითვალისწინებდა. არ არსებობდა 1978 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში, რომ ყოფილიყო ავტონომიურ ოლქებზე და რესპუბლიკებზე ცალკე ჩატარება იმისი, რა ქვია, არჩევნების. ჩემო თენგო, მე ვიცი ერთი რაღაცა. საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იქნებოდა, მანამდე იქნებოდა თუ ახლა არის, ხო, ყოველთვის ჭირდება პატრიოტი ადამიანის სათავეში,
რომელიც იფიქრებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საბჭოთა საქართველოს ყავდა ისეთი პირველი პირები, მათ შორის ჟავანაძე, ვასილ პავლოვიჩი, რომელსაც საქართველოსთვის იმდენი რამე გააკეთა, რომელიც არ გაკეთებულა არც ერთი მმართველის დროს. თუმცა ყავდა მერე შევარდნაძე, რომელმაც მოათახსირა ყველაფერი თავიდან ბოლომდე. ამიტომ პირველ რიგში ქვეყანას სჭირდება პატრიოტი ლიდერი, რომელიც იფიქრებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო ევროპაში ან რუსეთშიო, მაგას გეუბნები. მე სადაა ეს ევროპა და ნატო, სად ვირის ტრაქშია შემძვრალი, აგერ 34 წელიწადია. არა, სადაა? სადაა? მე კითხვას ვსვამ, აგერ ხო ვიძახით 34 წელიწადია ევროპაში და ნატოში გვინდა და ხო შევახოცეთ ხალხით და ხო ყველაფერი მაგათ დაკრულზე ვატარეთ ეს ყველაფერი. სადაა მე? არ მითხრა ახლა რომ დემოკრატიის აშენებას ელოდებიან და დემოკრატიული საქართველო რო დადგება, მე მიიღებენ ნატო კვატოში? მაშინ გაგახსენებ მე იმას, რა ქვია, როგორი არადემოკრატიული თურქეთი მიიღეს 52 წელს ნატოში, სადაც 7 გადატრიალება მოხდა. ან გაგახსენებ როგორი არადემოკრატიული სალაზარის რეჟიმი მიიღეს პორტუგალიის ნატოში, როდესაც დიქტატორი მართავდა საერთოდ პორტუგალიას. გაგახსენებ თუ ტერიტორიული მთლიანობაზეა პრობლემა, როგორი დარღვეული ქონდა ტერიტორიული მთლიანობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, როდესაც ნატოში მიიღეს. ხო სადაა თქვენ ნატო და სასავირის ტრაქში არის ეს უკაცრავად მანდილოსნებთან ეს თქვენი წმინდა ევროპა და წმინდა ამერიკა და სადაა წმინდა ის მეტნაირად რანაირად უნდა წაეკუზონ. მეტნაირად როგორ უნდა წაეკუზონ ამ ევროპას და ამერიკას. რო არ უნდა ხარ არავის და არ ღებულობს არსად. რა უყოთ ახლა ამას, რა მოუხერხოთ. რამდენჯერ უნდა მოგატყვილოს ამ ევროპამ. ერთხელ იყო ეგერ სულხან-საბა ორბელიანის დროს, მეორედ იყო 21 წელს, მერე იყო 92-93 წლებში, მერე იყო 2008 წლებში და სულ გვატყვილებენ, რომ ღებულობთ და არავინ არ ღებულობს და რა ვქნათ. არაფერს არ ვამბობდი თან რომ იმაზე, რა ქვია, ესტონელებზე ერთი რაღაცის თქმა შემიძლია, რომ ესტონელებს ერთ-ერთ პირველს მოთხოვენ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. თუ ამაზე წავიდა საქმე და ვერც ნატო უშველით და ვერც კვატოდა ვერავინ ესტონელებს. მით უმეტეს, როდესაც 400.000 რუსი ცხოვრობს და მარტო იმ 400.000 რუსს შეუძლია ესტონეთში სიტუაციის არევა, რომლის საშველათაც რუსულ არმიას მოითხოვენ მერე. და ვინმეს თუ გონია, რომ ვინმე ესტონეთის გულისთვის დაიწყებს ომს, ძალიან შემცდარა. ბირთულ ომს რუსეთთან, ძალიან შემცდარა. მე მინდა დამოუკიდებელი ძლიერი საქართველო. ყოველგვარი ევროპის, ყოველგვარი საბჭოთა კავშირის თუ იმის და იმის გარეშე. და ტრაკი უნდა გაანძრიოს ხალხმა და ქუჩაში დგომით კი არ უნდა აშენოს ქვეყანა. ეროვნული იდეოლოგიით უნდა დაიცვას ქვეყანა კბილებით. და უნდა ფიქრობდეს ხვალინდელ საქართველოს რა მოევლებაო, მაგრამ შეპესე საქართველოსია, ყველა გადართული და ყველა იმას ფიქრობს, როგორ გაძარცვოს ქვეყანა, როგორ ჩაიდოს ფული ჯიბეში, როგორ უღალატოს, იმისთვის რომ ევროპა მინდა იძახოს ქუჩაში, გამოვარდეს. და რა მოხდა, მე პიდარასტებიც ვიყოთ, ოღონდ ვიყოთ და ამის გულისთვის ფული ჩაიდოს ჯიბეში, ოღონდ. ის რას მოუტანს მის ქვეყანას, იგი რა არ მინდა ასეთი. არ მინდა ამნაირი ევროპა. ევროპაში ვარ მე და ვხედავ რა არის ევროკავშირი. როგორი ბრძოლებია შიგნით. როგორი რა უქნეს საფრანგეთს, რა უქნეს გერმანიას, რა უქნეს სხვა ერებს, როგორ წაუშალეს იდენტობა, ისტორია. არ მინდა. მე არც არასდროს მინდოდა. იმიტომ რომ არის ჩემი ერი და ჩემი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი თვითყოფა და კულტურა, რომელმაც უნდა იცხოვროს და იარსებოს ისე, როგორც ქართველი ადამიანს უნდა და როგორც ქართველი ადამიანის ეთნოფსიქიკა და იდენტობა მოითხოვს და არა ისე, როგორც დაწერენ ბრიუსელში ან მოსკოვში. ეგ უნდა მონას.
მონას, რომელიც ვერ გაძღა საბჭოთა კავშირში, ან გაძღა საბჭოთა კავშირში და ახლა ერთი ფიქრობს, რომ ევროპა გამაძღობსო, ან მეორე, აი ყოფილი ეს საბჭოთა ელიტები, ეს მთელი ეს საბოზეთი, ლანაღო ღობერიძეები და ეს ხოშტარიები და ესენი, ახლა ამათ გრანტებზე ზიან და მათ დამპალ სიცოცხლეს და ეს ნანი ბრეგვაძეები, რომ გუშინ რო იმას მღეროდა, რა ქვია, ეროვნულ სიმღერებს და კიდე საბჭოურ სიმღერებს და დღეს იმას, რა ქვია, open air-ზე რო გამოდის. ამათ უნდათ ან ევროპა, ან რუსეთი. უბრალო ქართველს და უბრალო ადამიანს უნდა საქართველო. და ისეთი ქვეყანა, რომლის დაცვის სურვილი ექნება ქართველ ერს და რომელიც შეპესეკი არ იქნება ვინმე ჯიბეში ჩადებული და ოღონ ღმერთმო გვიცოცხლე ბატონი ბიძინა და კალაძე და ესენი და ასე კი არ იქნება, რომლის მოწილეც იქნება მთლიანად ქართველი ერი და რომლის ესა რა ქვია სიმდიდრეები ექნება ქართველ ერს. აუ ხო დემაგოგი ვარ, მე ვარ დემაგოგი და შენ არა ხარ დემაგოგი? დემაგოგი არა ხარ? აბა გეკითხები და გამეცი პასუხი. 34 წელიწადია წაკვიზული ხარ ამ ევროპასთან, წაღმაუყუმა და არავის არ უნდა ხარ და რაღაცე იძახი. რამდენი ხანი უნდა იტყვილო თავი და ატყვილო ხალხი? ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ხარ? პიდარასტობაზეც თანახმახარ, რომ დაკანონდეს საქართველოში, ოღონ ევროპაში შეყო თავი, მაგრამ არავინ გღებულობს. ხო ვიცი ახლა მე რა მოხდა. თავარია ბედნიერი იყოს და LGBT დროშებით ირბინონ ქუჩაში და პარადები იყო, ოღონ ევროპაში ვიყოთ. ხართ ამაზე თანახმა, ხართ, არა გაქვთ ამაზე პრობლემა. მე ვარ დემაგოგი და შენ არა ხარ დემაგოგი და დემაგოგი არა, ვინც 34 წელიწადია იძახის, რომ საქართველო გახდება იმის რა ქვია ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი. არაა დემაგოგი? დემაგოგი მარტო რო იყოს სხვა არის. დედამოწმული მოღალატეა, იმიტომ რომ თვითონაც იცის, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ მაინც ამბობს, იმიტომ რომ ფული აქვს აღებული. არ ვიცი მე რა იქნება, ვერ გეტყვით, ერთი რაღაცის თქვა შემიძლია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე რთულად დასამორჩილებელი რუსეთისთვის არის უკრაინა. უკრაინა არის ყველაზე რთულად დასამორჩილებელი, იმიტომ დიდი ტერიტორია არის, დიდი მოსახლეობა არის, პირდაპირ ესაზღვრება და უკავშირდება ევროპის და ნატოს ქვეყნებს, ამიტომ ღებულობს დაფინანსებასაც, იარაღსაც, ენერგეტიკულ რესურსებსაც იქედან, როგორც კი უკრაინას გადატეხავს და დაამთავრებს უკრაინის კონფლიქტს, აი მერე უკვე დანარჩენი რესპუბლიკები ეს უბრალოდ თითზე ჩამოსათვლელი დროის საკითხია. მით უმეტეს, როდესაც ბელორუსიას საერთოდ არ აქვს წინააღმდეგობა პირიქით მზად არის საბჭოთა კავშირის აღდგენის საქმეში მიიღოს მონაწილეობა. მათ შორის ყაზახეთის წინა პრეზიდენტი ნაზარბაევი პირდაპირ ამბობდა იმას, რომ ყველაზე ბოლოს სხვათა შორის ყაზახეთი გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან. ანუ ასე შეთანხმებებით. იმიტომ რომ აღარავინ დარჩა. და იხვეწებოდა, ნაზარბაევი იხვეწებოდა, რომ არ დავიშალოთ, ვიყოთ, ვარსებობდეთ. და მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი ერთ-ერთი ძლიერი რესპუბლიკა არის, ის ძველი ელიტა და მათი შთამომავლები და მათ შორის მოსახლეობა თითქმის 50% იყო რუსული მოსახლეობა ყაზახეთის და ის ბაზები, რომლებიც ყაზახეთში რუსეთს აქვს განთავსებული, ეს ყველა ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონაა იქ. რომლებიც უპრობლემოდ მოახდენენ ამ ყველაფრის გაუქმებას. ამდენი სისხლი და ამდენი ომი არ დაჭირდება. განსაკუთრებით ჩრდილოეთ ყაზახეთში, რომელიც მთლიანად რუსეთს ესაზღვრება და რუსული მოსახლეობა არის და რუსული მენტალიტეტია და რუსული სამყაროა ბუნებრივი. ხო. ეს იქნება. აბა თუ იყავი ვინმეს ქვეშ საქართველოს წინააღმდეგ ყოფნის, რატო გინდა ევროპაში შეძრომა? აბა რატო გინდა, რამ შეგიცვალა აზროვნება? აბა რატო გინდა?
რომ ევროპული იმის, რა ქვია, კოლმეურნეობის წევრი იყო საქართველო. რა რამ შეგიცვალა აზროვნება? რატო უარყავი შენი პრინციპები? მაინტერესებს. ქონდა ომი რუსეთთან, დაგეხმარა ევროპა? აქ ომი უკრაინას რუსეთთან ეხმარება? არ ვამბობ მე იარაღს და იმას ტყვია წამას თუ აწოდებს. თვითონ მონაწილეობს? არავინ მის თავს არ აიტყივებს. ძალიან კარგად იციან რუსებმა ეს ყველაფერი და ძალიან კარგად იციან ისიც, რომ ნატო კვატოც არ აიტყიებს თავს. აგერ ახლა ეს დღეები არის გერმანიიდან ჩამოვედი და მთელი გერმანია არის უბრალო ხალხი. უბრალო ხალხი არის შეშფოთებული, აღშფოთებული. ოღონ მართლა, იმიტომ რომ ისეთი რეგვენი წინა ის ყავდათ კანცლერი და ამასაც არ აქვს დიდი გაქანება. ტაურუსებიო უნდა გადავცეთო ემასო, რა ქვია. და მე გამოაცხადეს რუსებმა, ჩვენო არეშკინებს დავარტყამთო ტაურუსების ემასო, საწარმოსო. დავარტყამთო. სადაც იწარმოება ეს იარაღიო წერტილოვან დარტყმებს გავაკეთებთ გერმანიაში იქო. ხო, ვინმე ხელშეუშლის? თუ იმ უახლოესი იარაღის გადაჭერის საშუალება არსებობს. ვინმე დაიწყებს ზედმეტი ტრაკის თამაშს და ბირთულ ქობინსაც მიამაგრებს და ლეწავს. აი მერე აიწყობა ბევრს კარგად საქმე. კარგად ხვდებიან ამას, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ არ გვეშინია, კაც რუსეთი ფეხებს ვერ მოგჭამს, აბა? სხვის ომში უნდა გაყო თავი. აბა თუ არ გინდა ვიძახი ამ ევროპას და იმას. რაც ეხება ამ პოლიტიკურ ელიტას წამში შეიცვლება. ერთ წამში შეიცვლება. 1921 წელს თბილისის აღებისთვის, რაც წითელმა არმიამ იქ იბრძოლა, რა ქვია, კოჯორში, ტაბახმელასთან და იქ რაც იომეს იუნკერებმა და რაც იყო ის მოულოდნელი თავდაცვითი ზღუდეების გაკეთება და ეს ის იყო თუ არა. მთელი თბილისი წითელი დროშებით დახვდა წითელ არმიას. აი ეს განსაკუთრებით ის ინტელიგენციას ძალიან რომ იტირიან, ხო იცით? აი ძალიან რომ იტირიან ინტელიგენციას. აი განსაკუთრებით ისინი. ხო. ჯავახიშვილის და ბარნოვის მეც ხმა არ ამოუღია ახალგაზრდებო იბრძოლეთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. დაანებეს ბიჭო ამ რუსეთს თავი ის ცხოვრობს ისე როგორც ცხოვრობს. არ უნდა იმას სხვანაირი ცხოვრება. ისეთია ის და ისეთია შენი მეზობელი. ისეთია. არ შეიცვლება რუსეთი. არ შეცვლილა მას შემდეგ რაც ივანე მრისხანემ ჩამოაყალიბა ის რუსული იმპერიის ბუდე, რომელმაც მერე თავი გამოაცხადა ოქროს ურდოს მემკვიდრეთ და ოქროს მონღოლური მიწები დაიპყრო და აქეთ და აქეთ მოყვა და არ შეიცვლება რუსეთის იმპერია. ასეთი იმპერია. მე არა შენ შეუძვერი რუსეთს და გინდა ევროპას. სადაც გინდა. რადგანაც ეს ახლა ვინმე რო თქვა ხვალ და ზეგ მოხდებაო ტყუილია. მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი. რაც რუსეთმა უკვე უკრაინაში რესურსები დახარჯა, აი უკრაინა რო გამოაკლო. დანარჩენი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დასაპყრობად 10 ჯერ ეყოფოდა, აი ასე ეყოფოდა. გინდა საქართველო ყოფილიყო, გინდა აზერბაიჯანი, გინდა სომხეთი, გინდა ყაზახეთი, გინდა თურქმენეთი, გინდა ის, ყველას დასაპყრობად, აი მაგის ნახევრის ნახევარი რესურსები არ დაჭირდებოდა. რაც აქვს გასანადგურებელი და რაც აქვს დასანგრევი, ესა უკრაინა. კი. იქ მიდის უბრალოდ ომი. და ეტყობა გრძნობენ იმას, რომ იმ ქვეყანაში ძალიან მალე გამარჯვებას მიაღწევენ და შემდეგი გეგმა რა იქნება? შემდეგი გეგმა იქნება პროგრესირება. კიდევ ერთხელ ვამბობ, გასაგებ ქართულ ენაზე. მე არ მაინტერესებს აი ამ ფსლიკიანი ელჭეყეპეტე შიგევროპელების აზროვნება, დემაგოგია, რომელსაც
არსად ფასი არა აქვს, არანაირ აზროვნებას არ ექვემდებარება და არის მხოლოდ და მხოლოდ მოღალატეობრივ პრინციპებზე აგებული. ყველა ატრიბუტი გააჩნია რუსეთს იმისთვის, რომ დე იურეთ გამოაცხადოს საბჭოთა კავშირი და ყველა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები გამოაცხადოს მის შიდა პრობლემად. ვერავინ ამას ხელს ვერ შეუშლის. აი მე ამას გეუბნებით პირდაპირ, იმიტომ რომ რუსეთს სამისო რესურსიც, როგორც სამხედრო რესურსი, ისე ეკონომიკური რესურსი ყველაფერი გააჩნია. კი. ასე იქნება, მე არ ვიცი რა ფორმას მოიგონებენ თავში. მაგრამ სამისო ძალა აქვს. ერთადერთი მთავარი პრობლემა რაც მაგათთვის არის აი უკრაინა. და რუსი ხალხის ფსიქოლოგია და ფენომენი ვინც კარგად იცის, იმან მაშინ ძალიან კარგად უნდა იცოდეს ის, რომ როგორც კი რუსული არმია დაიწყებს შეტევას, ხალხი ყველა ტაშს დაუკრავს. იმიტომ აქვთ დამპყრობელი ბუნება და უყვართ, როდესაც მათი ჯარი ტერიტორიებს იპყრობს. არ მინდა ეს რაღაცა ის ელჭეყეპეტეული ისინი, რა ქვია, ფსლიკიანი სიცილები. არა სერიოზულია, მაგი ერთმანეთში მოყევით. პერასუზამს რუსეთი ნატო შემოვა და ეს მინდა დაიწყეთ აბა, დაიწყეთ. ერთი კარგად დევინახავ, თუ მასე მოხდა ერთი რანაირი კნავილი გექნებათ ატეხილი. მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ ხალხი იყოს რეალურად საქმის კურსში. მე ერთ დღეს პირი არ დააღონ. თუ არა რა იქნება, იცით? 21 წელი მონაგონი იქნება. ეს მთავრობა იქნება თუ ის მთავრობა იქნება თუ ვინც იქნება, ეს საბოზეც, ვისაც 30 წელიწადია უყურებთ. ივანიშვილიც, ისა რა ქვია, სააკაშვილიც, ხაზარაძეც, ეს მთელი ეს ოპოზიციონერი, ეს კალაძეც, ესენიც ყველა ერთ დიდ გემს გამოაგზავნიან, ჩაჯდებიან, ჩაიდებენ ამ ქონებას, ფულს, ოქროს, ყველაფერს რაც აქვს ჯიბეში და დაკრავენ და მოხევენ თავს შიგ ევროპაში უკნიდან და აი ამ ფულს და განს ზერისას წაიღებენ იქ. ხო, ასე იქნება ეს და მე ისევე უბრალო ხალხის შვილები შეეწირებიან ამ ყველაფერს. კი. არის ეს მსოფლიო გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რაც შეეხება დამდგარია. დამდგარი როა დებილი უნდა იყოს ადამიანი ამას ვერ ხედავდეს. რომ მინიმუმ ჩვენ სამეზობლოში რუსეთ-უკრაინის ომი იყოს, აგერ აზერბაიჯანი, სომხეთის ომი იყოს, როგორი ცვლილებები დგება, როგორ გვარდება კონფლიქტები? იარაღით. სისულელია, სიყალბია. დიპლომატს მაშინ აქვს ძალა, როდესაც იმას ზურგს უკან არმია უმაგრებს ზურგს. თუ არა, ისე დიპლომატს შეიძლება ძალიან დიდი ორატორი იყოს და დიდი ენა ქონდეს, მაგრამ როდესაც კარგად იციან, იმას ძალა არ აქვს, არავინ არაფერად არ თვლის. მოვა პრეზიდენტათო? რომელიც ცოტნე მოვაო პრეზიდენტათო? ეს ვინაა ცოტნე? არ ვიცი, დამიწერეთ გვარი ამ ცოტნესი და ვიტყვი ჩემ აზრს. რა თქმა უნდა. და არის კი, ახლა მე ერთი კითხვა მინდა დავსვა, აი მართლა ერთი კითხვა მინდა დავსვა. არის კი დღევანდელი საქართველო ის სახელმწიფო, რომლის დაცვის სურვილიც გააჩნია საზოგადოებას. ღებულობს კი ქართველი ერი საკუთარი სახელმწიფოდან რაიმეს, რომ მისი დაკარგვის შეეშინდეს. უნდა ვინმეს ბრძოლა ასეთი საქართველოსთვის? სადაც მეომრებს მიწაში ჩადებენ და ხაზარაძეები, ნაცები და კოცები ულავებენ ქვეყანაში. მასობრივად მაქვს მე ლაპარაკი და არა მაქვს იმ ერთეულ პატრიოტებზე, რომლებიც მიუხედავად რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, მოგიდებენ იარაღს ხელს და მაინც წავლიან, ამაზე არა მაქვს ლაპარაკი. მასაზე მაქვს ლაპარაკი. ღირჩელები დაიცავენ, ჩაიხდიან. ესა
ცოტნე მოვაობი ბიძინაშვილი პრეზიდენტათო. არ ვიცი ხალბატონო, არ ვიცი ახლა ეგეც სულელებს პრეზიდენტებიც მაგენი არიან დღეს და ისინიც რა ქვია წმინდანებიც საქართველოში და მეცენატებიც და ასე შემდეგ. ამდენი მასა რო ყრია ხალბატონო ნინო იმ რუსთაველზე ეს მასა ძირითადად ეს არის ფულით ნაყიდი ადამიანები რომლებსაც არსებობისთვის ფულს უხდის შიგ ევროპა და აძახებიებს ამ ყველაფერს 160 ევრომდე არის გამოწერილი თითო ადამიანზე მაგრამ იმას აძლევენ კაპიკებს ხო ეგა იდიოტები არიან კი აბსოლუტური უმრავლესობა იდიოტები არიან ან მოღალატეები ან პალეზნი იდიოტები არიან ან მოღალატეები როგორ ძალიან გინდა საქართველოს დროშის ძალიან საკრალიზაციით არ გამიხეთქო გული რომელი გერბის წმინდა გიორგის გერბი ლომებით რო შეცვალეთ თუ ორჯერ თავისუფლება მოპოვებული დროშა იმის რა ქვია ჯვაროსნული ლაშქრობების დროშით რო შეცვალეთ იგია ქართული დროშა თუ ჰიმნი პლაგიატური როა გაკეთებული ისა ჰიმნი აგერა ლინკათა მაქვს ჩაგდებული და ვისაც გაინტერესებთ ნახეთ 10,000-ობით გადმოხვეწილი ქართველი საფრანგეთში უცხო ქვეყანა რომ კურნალობს და მისმა ქვეყანამ სასიკვდილოდ რო გაწირა მის ქვეყანაში და მისი ქვეყნის გარეთაც ასეთი ქვეყნის დაცვის სურვილი ვის ექნება გამეცით პასუხი ძალიან ჭარბი პატრიოტიზმი რო გაწუხებს ჩემო ძმაო მე მგონია შენ უფრო გაცხარ და დარწმუნებული ვარ მიღებული გაქვს მონაწილეობა აფხაზეთშიც სამაჩაბლოს პირველში სამაჩაბლოს მეორე ომშიც და სხვა ბევრ რამეებშიც აქვს ისე მიკითხავ მე პატრიოტიზმის ლექციებს უომრათაა რუსეთის ყველაფერი საქართველოში უომრათ რა გინდათ რუსეთის რო არ იყოს ჰესები გინდათ საბანკო სექტორი გინდათ მობილური კავშირგაბმულობა გინდათ ბორჯომიც კი დიდმა დემოკრატმა ევროპელმა ხაზარაძემ უშიშროების ჯგუფს ალფა რუსულ ჯგუფს ალფა ჯგუფს მიყიდა და არა მარტო ბორჯომი თვითონ წყალი ჩამოსასხმელი არამედ ბრენდის სახელიც კიდე მსოფლიოში ბორჯომი როგორც რუსული ბრენდის სახელით იყიდებოდა სანამ სანქციები არ დაედო და მე იძულებულზე არ დაუბრუნეს მიდით მე და თქვენ დაიცავით ხაზარაძის ქონება ბიძინა ივანიშვილის ქონება თქვენ დაიცავით მე ამათი რა ქვია ნაცების და ქოცების ქონება და ისინი მის შვილებს კემბრიჯებში და ოქსფორდებში გაუშვებენ და თქვენ იომეთ შენ გაქვს ძალიან ბევრი რამე გაკეთებული შენი ქვეყნისთვის მე დარწმუნებული ვარ ჯერა აი ასეთი ფსევდოპატრიოტიზმი როა ქვეყანაში აი ესეთი ფსევდოპატრიოტიზმი როა ამიტომ გეუბნებით რომ ღმერთმან უქნას საქართველოს დაპყრობა დაიწყოს საქართველოს ვერ გაძლებს 2 დღე ვერ მეგეუბნებით ამ ვერ გაძლებს 2008 წელი იქნება ეს სტალინგრადის ბრძოლა ნანუკას და იმათი არმია დაიცავს საქართველოს. აბარა. მე მოკლედ რაც გაჟღერდა და რაზეც იყო ლაპარაკი და რაზეც მიმდინარეობს და საქართველოში ამაზე არ არის საუბარი და არც არავის არ აინტერესებს, მე იმ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ. საქართველოს ყველანაირი იურიდიული დოკუმენტი სწორად აქვს ჩაბარებული იმისთვის, რომ საქართველო გამოსულიყო საბჭოთა კავშირიდან, ჩატარებული აქვს რეფერენდუმი. ყველაფერი აქ გაკეთებული ხუთიანზე აცხონოს ღმერთმა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით. არავის არ აინტერესებს შენი სიმართლე. ასეთი სიმართლე შეიძლება ყოფილიყო 1921 წელსაც. ინგლისი ყავდა მით უმეტეს გარანტორი საქართველოს ნეიტრალიტეტის. რუსეთთან დადებული ხელშეკრულების სანაცვლოდ. სოჩის ოლქის გადაცემით და საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებით. ამის გარანტორი იყო ინგლისი.
მაგრამ დადებიდან 6 თვეც არ დაჭირდა გაასაბჭოეს საქართველოს, ამიტომ ამას არავინ არ შეხედავს. ესა. არა ბიჭო, თქვენი იყოს შეპესე საქართველოს და უბრალო გლეხის და სოფლელი ბიჭების დასაცავი იყოს მთელი ქვეყანა და თქვენი შვილები კარგად გულაობდნენ, ისე როგორც გულაობდნენ იმისი, რა ქვია, ჟორდანიას და ამათი უჯიშოს შთამომავლობა და რანაირი უჯიშოს შთამომავლობა, ეგრე შეხედეთ თქვენ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და შეხედეთ რანაირი პატრიოტიზმით ცხოვრობს, ქართულის ლაპარაკი არის მეტყველება და აზრი და არაფერი რო ქართული არ აქვს ერთელი. ბებერ კახპას საფლავში რო აქვს ძალიფეხი და მაინც ქვეყნის დაქცევაზე რო ფიქრობს. აი, ასე იქნებიან. მე და ის სააკაშვილის შვილები და ეგენი გადაარჩენენ ქვეყანას. თქვენი შვილები წადი და იომეთ. მე ვამბობ ამას, იმიტომ რომ ეს ღრუბელი საქართველოს ირგვლივ მალე დაიწყებს შეკვრას, თუკი უკრაინაში და დიდი ალბათობით, ძალიან დიდი ალბათობით უკრაინაში სულ მალე გადაწყდება საბოლოოდ ეგ ყველაფერი. ამის ფოფინს უკვე აღარავინ აღარ აპირებს. ეგა. და როდესაც აღადგენს იმ ბუფერს, რომელ ბუფერზეც აქვს რუსეთს ლაპარაკი, აი მე არის შესაძლებელი დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებაზე ლაპარაკი და რუსეთის და მისი პოსტსაბჭოთა ქვეყნების გავლენის სფეროების შენარჩუნებაზე, შვიდობაზე ლაპარაკი. მანამდე არა. მანამდე არა. კარგი, დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და კიდევ ერთხელ უსურვებ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას დღევანდელ ძალიან ისტორიულ მატჩში და ასე შემდეგ. შენ გეიხარებ ადრე, აღორძინდეს საქართველოს, ვისაც გაუტყდეს, აძრობოდეს სული.